გამარჯობა, ეს არის მინი პოდკასტების სერიის რატომის მეორე ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ხადაგიძე და იმედი მაქვს, რომ წინა ეპიზოდთან შედარებით უფრო ხიარულ ნოტაზე ვისაუბრებთ, რადგან საბაბრაჭველი ყავდა სტუმარი პირველ ეპიზოდში და კანონებზე ვისაუბრეთ და სასამართლოს მდგომარეობაზე და შესაბამისად თქვა ბედნიერები არ ყოფილა. ძალიან ხიარული არის. არც სანქციები ვიდათ. ეხლა კი გვესმის ყველას, რომ კარგია და გვინდა ეს სანქციები ქართული ოცნების წევრებისთვის, მაგრამ აი მაინც რა არის, კარგად ვერ გავიგეთ და აი ჩემი მეგობრები მაგალითად ორი რამის გამოათენებენ ხოლმე, მარტო ერთი ან ილია თოფურიაშვილია ხოლმე, ან კიდე ტვიტერზე ან სადმე ელოდებიან, როდის გამოცხადდება ამერიკის სანქციები და general public-ისთვის რო თქვათ რა არის და რატომ არის კარგი სანქციები. განვითარებული ქვეყნებით, განვითარებული მსოფლიოში, სადაც დემოკრატიული წყობა არის, სადაც ადამიანის უფლებებს პატივცემენ, ეს ქვეყნები თანხმდებიან, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ან ადამიანთა ჯგუფი ფუნდამენტურად არღვევს იმ წესებს, რა წესებიც მოქმედებს განვითარებულ სამყაროში, მათთან არ დაიჭირონ არანაირი ფორმა, მოაქციონ ისინი იზოლაციაში, მოახდინონ მათზე გავლენა, შეამცირონ მათი შეიძლება იყოს პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური გავლენა, სხვა სიტყვებით ვთქვათ, კეთროვანი გახადონ ისინი, აქ არის საუბარი იმ ქვეყნებზე და ადამიანებზე, ვინც უგულყოფს ადამიანის უფლებებს, ვინც მხილებულია წამებაში, არადამიანურ მოპყრობაში, სხვადასხვა ისეთ დანაშაულში, რომელიც მიუღებელი არის განვითარებული სამყაროსთვის. სანქცია არის ყველაზე ეფექტური ფორმა, როგორ მოექცეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან შეიძლება მთლიანად ქვეყანა, აი ამ იზოლაციაში. და როგორც თქვი, ამას აქვს რამდენიმე მიზანი. ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს პოლიტიკური იზოლაცია, ეკონომიკური იზოლაცია, დასჯა, საფასურის გადახდა, იზოლება, მაგალითად გამოაშვებინო პოლიტიკური პატიმრები. და რუსეთ-უკრაინის ომის მერე, რუსეთის შეჭრის მერე, რა თქმა უნდა, რუსეთიც მოექცა ამ სანქციებთან სიაში. ამ სანქციების სიაში არის სირია, რუსეთი, ბელორუსი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ. ყველაზე უფრო დღეს სამყაროში არსებული თუ სადმე ბოროტება ბუდებს ყველგან. კარგი, და ეს მაგნიცკის აქტი რას ნიშნავს და სანქციების როგორი სახე, ანუ როგორც ვიცი, არის სახაზინო სანქციები, travel სანქციები და კიდე რამე არსებობს. სანქციების არის მრავალი ფორმა, არის შეზღუდვა, მაგალითად უფრო მარტივი ფორმა, ყველაზე მარტივი ფორმა ეგრეთ წოდებული სავიზო შეზღუდვა, როდესაც ადამიანების გარკვეულ წრეს ეუბნები, რომ ჩვენთვის მისაღები არ ახარ და შესაბამისად არავინ ჩვენთან არ გელოდება. არის უფრო მძიმე სანქციები, როგორც არის ფინანსური სანქციები, ეგრეთ წოდებული მაგნიცკის სია და რატო არის მაგნიცკის სია, ცოტა მაგნიცკის სიის იდეა რაში მდგომარეობს. მაგნიცკი იყო აუდიტორი რუსეთში, რომელმაც გამოიძია კორუფციული სკანდალები და დაასაბუთა, რომ მთელი ვერტიკალი იყო ჩართული კორუფციაში, ძალადობაში, ფლანგვაში, მოპარვაში და ასე შემდეგ. ეს მასალები გადასცა საგამოძიებო სამსახურს და საგამოძიებო სამსახურმა დაუნიშნა ის გამომძიებლები და ის პროკურორები და ის მოსამართლეები, რომელსაც მაგნიცკი თვითონ ამხელდა ამ კორუფციული სისტემის ნაწილად ყოფნაში, შემდგომ ის დააპატიმრეს. დაპატიმრების მერე 1 წლის განმავლობაში ციხეში მან ის ხო სასტიკი წამების მსხვერპლი. საბოლოო ჯამში ის გარდაიცვალა, როცა შეუშვეს ექიმები მის საკანში, ის უკვე იყო გარდაცვლილი საკუთარ სისხლში, ნაწამები და ასე შემდეგ. ამის საპირწონედ ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოსცა აქტი, რომელსაც ქვია მაგნიცკის აქტი, სადაც არიან შეყვანილი ადამიანები, ვინც მხილებული არის ყველაზე უფრო სასტიკ მოპყრობაში. იქ არის მაგალითად ასადის ჯალათები, იემენის, რუსეთის, ბელორუსის და ასე შემდეგ. მაგნიცკის სახელი აერთიანებს, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო კეთროვან ადამიანებს თანამედროვე სამყაროსთვის. და ამ სიას შეუერთდა ქართული ოცნების წევრების გვარებით შეუერთდა მაგ სიას. სამარცხვინო, ოცირცხვილია, ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ყავს მაგალითად ჩინეთის საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაში მოადგილებს ზუსტად ის ადამიანები, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში იყვნენ ავტორები
ეგრეთ წოდებული წამების მინივენების დაკავებული ადამიანების შემდგომ ცემის და განზრახდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მთელი პროცესის და მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. რას ნიშნავს ეს სანქციები ინდივიდისთვის? მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ ამერიკის მიერ სანქცირებული ვინმე VG და მინდა, არ ვიცი, სადმე ევროპაში დასვენება, ან მინდა რომ ყავა ვიყიდო, მაგრამ ქეში დამჭა სახლში და მაქვს ბარათი. ან მინდა რომელიმე ქსელურ სასტუმროში დავისვენო. ანუ პიროვნულად მე ინდივიდზე როგორ მოქმედებს ეს სანქცია, როგორ გრძნობ ეს? რატო არის მაგალითად ამერიკული სანქციები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მაგალითად მაკედონიის სანქციები პირობითად. საქმეში მომარაგებს რომ თავარი ტრანზაქციული ვალუტა მსოფლიოში არის ამერიკული დოლარი. ამერიკის ეკონომიკა არის მსოფლიო ეკონომიკის 25% და ქვეყნების საერთაშორისო ვაჭრობის მთავარი ტრანზაქციული ვალუტა. თქვენ შეიძლება ამას ნებისმიერი მომხმარებელი ამას პირდაპირ ვერ ზონდეს, მაგრამ იქნება ეს ყველაზე მარტივი ოპერაციით საკრედიტო ბარათით დაწყებული Amazon-ზე ნებისმიერ ონლაინ გამოწერა, ამის უკან დგანან ამერიკული და ევროპული ბანკები და უპირველეს ყოვლისა ამერიკული ბანკები. და შესაბამისად, თუ სანქციური პირი მიდის პირობითად ქართულ ბანკში და დებს საგადახდო დავალებას ან რაიმე ტრანზაქციას ახორციელებს, იქნება ეს Visa, Mastercard თუ ასე შემდეგ. მის უკან დგას ამერიკული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტრანზაქციის შესრულებას და შესაბამისად, როგორც კი ეს გამოჩნდება, ავტომატურად, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაიბლოკება. ამიტომ ყოველდღიურ დონეზე ადამიანისთვის ეს ნიშნავს საკუთარი სახელით გადაადგილების პრობლემას, ტრანზაქციის პრობლემას, სერვისების მიღების პრობლემას. რაზე დგას რეჟიმი? რეჟიმი დგას მისადმი ლოიალურად განწყობილ სხვადასხვა მოდელებზე, ან ძალოვან სტრუქტურებზე, პროპაგანდის საშუალებებზე და მათ შორის ეკონომიკურად აქტიურ მსხვილ ბიზნესებზე. ამ ლოიალობის სანაცვლოდ ისინი იღებენ არნახულ ფინანსურ სარგებელს. იქნება ეს ნებართვების, ტენდერების თუ სხვა გზებით. ეს ადამიანები ჩვენ და საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს უხდიან, რაც უდია ევროპა და რაც უდია დასავლეთი და როგორი გაყვნილია და ასე შემდეგ. თორემ იმ პრივილეგიებით მიღებული შემოსავლების ინვესტიციას დასავლეთში აკეთებენ, დასავლეთში ცხოვრობენ, მათი ოჯახის წევრები დასავლეთში სწავლობენ და მკურნალობენ, ანუ თქო უნდა რომ დასავლური სარგებელი უნდათ, მაგრამ ამავე დროს არ უნდათ დასავლური თამაშის წესები თამაში და რომ ეს არ მოხდეს და მათ არ მიეცეთ შესაძლებლობა რომ ერთის მხრივ დაარღვიონ ადამიანის უფლებები, აწამონ, გაგუდონ, არჩევნები მოიპარონ და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ მეორე ხელით წავიდნენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ლონდონიდან დაწყებული მილანით დამთავრებული მიიღონ ის სიკეთეები, რასაც თანამედროვე მსოფლიო თავაზობს. ამისთვის არსებობს ეს სანქციები. როგორც ვიცი და თუ მეშლება შემისწორეთ, ქართული ბანკები მაგნიტსკის აქტს არ შეერთებიან ჯერჯერობით, ხო? ანუ რაღაცა პროცედურა უნდა გაიარონ, რომ შეუერთდნენ ამ აქტს. ეროვნულმა ბანკმა გამოსცა რაღაც აბსურდული განკარგულება, რომ საპირწონეთ სანქციების, რომ ჯერ ქართულ სასამართლოში თურმე უნდა იყოს დამტკიცებული ბრალეულობა იმისთვის, რომ მე შეუერთდეს, რაც ეს ფაქტია ქაღალდი, იმიტომ რომ არა ქართული ბანკი ექვემდებარება, არამედ ის ბანკები, იმ ბანკებისთვის არის სავალდებულო, ვინც დგას ამ ქართული ბანკების უკან. როგორც კი ის ბანკი, ანუ ამერიკული ბანკები და ევროპული ბანკები ნახავენ, რომ რომელიმე მათი პარტნიორი სუბიექტი არ ასრულებს სანქციებს, იმ წუთშივე მათ ჩახსნიან საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, რაც არის ავტომატურ რეჟიმში წინაპირობა გაკოტრების. ვერც ერთი ბანკი, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ მას დასავლურ ფინანსურ რესურსებზე უნდა წვდომა, გადაიწყებზე უნდა წვდომა და ასე შემდეგ, ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ ის ემსახურება სანქციურ პირს. და ამ ბანკებში მაგალითად საქართველოს ბანკი, TBC ბანკი იგულისხმება, ბაზის ბანკი მაგალითად ნებისმიერი ბანკი, ნებისმიერი. მათ შორის ქართულ მაგალითად რომ თქვას ან ლიბერტი ბანკმა ლოიალურად განწყობილ, განსაკუთრებით ლოიალურად განწყობილ ბანკებს გვიცხობ, რომ განაცხადონ, რომ მე სანქციებს არ ვემორჩილები, ორივე ბანკი ავტომატურ რეჟიმში შეწყვეტს საერთაშორისო ტრანზაქციებს. ფიზიკურად ვერ განახორციელებენ, იმიტომ რომ ისინიც მოექცევიან სანქციების ქვეშ და მათი აქციონერები მოექცევიან სანქციების ქვეშ, მათი დირექტორები მოექცევიან სანქციების ქვეშ, მესამე პირები მოექცევიან სანქციების ქვეშ და სანქციების ქვეშ მოქცევა არის
ფაქტობრივად დასრულება მაგალითად დირექტორისთვის პროფესიული კარიერის. აი, ეგ კითხვა მაქვს, მაგალითად, ნუცა ბუზალაძემ გადაწყვიტა, რომ VG-ს უყიდოს ბილეთი. ამ შემთხვევაში ნუცა ბუზალაძე შეიძლება დასანქცირდეს? აუცილებლად თუ მოქალაქე ნუცა ბუზალაძემ ეს გააკეთა იმიტომ, რომ დაეხმარა სანქცირებულ პირს, გვერდია არა სანქციისთვის, ის ავტომატურად მოხდება სანქციების სიაში. ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა ბოლო პერიოდში, მათ შორის ლოიალური ბიზნესის მხრიდან განცხადებებს, არაერთგვაროვან განცხადებებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ განპირობებულია შიშით და თუ ადამიანი ეკონომიკურად აქტიური არის, მათთვის ეს საერთოდ კატასტროფის ტოლფასი არის. ახლა შეიძლება რომელიმე რაღაც ჯალათი სამართალდამცავისთვის, ვინც სოფლიდან არ გადის, მისთვის ეს კინოური არ იყოს იმდენად. ეკონომიკურად აქტიური ადამიანებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც მოგზაურობს, ვისაც ბიზნესი აქვს, ვისაც ბანკებთან ურთიერთობა აქვს, ვინც უბრალოდ სულყოფილი ადამიანია თანამედროვე სამყაროსთვის, მათთვის ეს არის ძალიან კინოური. გვარები, რომლებიც დასანქცირდნენ, თქვათ, ხარება, ვაჟასირაძე და ასე შემდეგ. განწყობა არის, რომ ეხა ეგენი თუ ამერიკაში არ ჩავიდნენ და იქ რაღაცა ტრანზაქცია არ განახორციელეს, აი დიდი რამე და ან კობახიძეს თუ ესტონეთში არ შეუშვეს, დიდი რამე. და ამ კობახიძემ მე თქვა, რომ ავიღებო იმ ვიზას, ჩვეულებრივ ვიზას ავიღებო და არ მინდა ეს დიპლომატიური პასპორტი და ისე ჩავალო და ჩავა. ისინი ამ განცხადებებს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი სისტემის მონაწილეები დაარწმუნონ, რომ თითქოს ეს არაფერი არ არის. მათი განცხადებები არის აბსურდი. არა თუ ჩვეულებრივ ვიზას, აი მაგნიტსკის სიაში არ მგონია, რომ მაგნიტსკის სიაში მოხვალ ადამიანს ვინმე საერთოდ ვიზა მიცეს ნებისმიერ ქვეყანას, მაგრამ დასავლურ ქვეყნებში საუბრობთ ხარია. ბელორუსში, ჩრდილოეთ კორეაში თავისუფლად შეუძლიათ მოგზაურონ ნამდვილად, მაგრამ რომც მიცენ ვიზა, სულ თავისუფლად შეიძლება ტრანზიტულ ზონაში საზღვრის დაცვის ოფიცერმა უბრალოდ გამოაბრუნოს ყველანაირი ზედმეტი გამარტების გარეშე, ჩახედავს, ნახავს, სია, სანქცირებულია. სურპრიზი. კი, ეს არის ურთულესი ამბავი, ძალიან მდიდარი ადამიანები, განსაკუთრებით რამდენიმე გამოჟონა, რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერმა რუსი ოლიგარქების, ვინც სანქცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ომის მანქანის ხარდაჭერაში, ამ საუბრებში მკაფიოდ ჩანს თუ რამხელა დისკომფორტს გრძნობენ ისინი, ვერ მოძრაობენ, ვერ იყენებენ თავის თვითმფრინავებს, იახტებს. პატერნი როგორც არის, ეს მიყვება, ანუ ზევიდან ქვევით, ანუ იერარქიის დაბალი საფეხური დაიწყებენ ალბათ დასანქცირებას და თქვათ კობახიძე და ივანიშვილი არ არიან დასანქცირებულები. ერთი მხრივ ეს, როცა დაბალ საფეხურზე ასანქცირებთ, თქვათ ვაჟასირაძეს, ჩავთვალოთ დაბალი საფეხური. და რატომ უღირთ რეჟიმს შესწირონ თავიანთი მომავალი, ოჯახის წევრების მომავალი, დედის, მამის და შვილების მომავალი, ანუ რატო? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კითხვა რატო შეიძლება ადამიანს უღირდეს, ადამიანები აწამო დაკავებული ადამიანები მინივენში წემო და მე ფოტოები გადაუღო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა ეს ადამიანი აუცილებლად დაიჯება თავისუფალი სასამართლოს წინაშე, რომ ვერავინ ვერ აზოს, ვერ გაბედოს ასეთი რამე მომავალში. ბატონი კობახიძე და ბატონი ივანიშვილი სანქციების სიაში მოხდება, ეს არის უკვე ბოლო წერტილი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ლოიალურად განწყობილი გარემოცვა გქონდეს ზუსტი ახსნა, რომ მაგალითად თუ ვისოლები რეჟიმის მხარდაჭერას გააგრძელებენ, ისინი იქნებიან სანქცირებულები და ვერ შეძლებენ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, ერთის თუ ამერიკული ბრენდები კონდეთ და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ გააძლიერონ რეჟიმი თავისი ლოიალობით ან პროპაგანდისტული მედიის მფლობელი, რომელიც ერთის მხრივ თავარი ანტიდასავლური ერთ-ერთი თავარი ბურჯი არის რეჟიმის, თავარი ანტიდასავლური განწყობების გამგუებელი, სიძულვილის გამგუებელი, ზიზღის, fake news-ების გამგუებელი ტელევიზია გქონდეს და თან ბრიტანეთში ფლობდეს აქტივებს, კომპანია გქონდეს ბრიტანული, ამერიკის მოქალაქე იყოს და ევროპული სიკეთეებით სარგებლობდეს. ეს ვერ მოხდება და ამ პროცესს ვხედავთ ჩვენ. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გვინდა, როგორც წესი,
მაგრამ ესე არ მუშაობს დასავლური ფინანსური ინსტიტუტები და დასავლური სისტემები. ამას სჭირდება დრო, ბევრი მუშაობა, მაგრამ საბედნიეროდ უკვე ვხედავთ მის ნიშნებს და აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მიაღწევს მიზანს. ეროვნული ბანკის თემას დაუბრუნდები. აქვს თუ არა უფლება ეროვნულ ბანკს მაგალითად, რომ აუკრძალოს კერძო ბანკებს სანქციებთან შეერთების უფლება? მოკლედ რო ვთქვა, აი ძალიან მოკლედ რო საქართველოს იურისდიქციაში ვინმე შეუძლია დაუპირისპირდეს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებს. ხო, ну აი როგორ გითხრათ ხა დაახლოებით როგორი საკითხია, იცით ეს, რომ ქართულ ბანკებმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ოპერირება დასავლური ფინანსური სისტემის გარეშე. რა მაგალითად დოლარი და ევრო ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი ვალუტა. ну აბსურდი, ნონსენსი არის. ყველა ბანკს, მათ შორის ქართულსაც და ლიბერტი ბანკსაც მოუწია სანქციების დაცვა და უფრო მეტიც განცხადებასაც კი ვერ გააკეთებენ, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით სანქციებს. იმიტომ რომ ეს მეორე დღესვე დაასრულეს მათ საქმეს. ის ფაქტი, რომ შენ ყავს ვიცე-პრემიერი, რომელიც არის სანქცირებული ამერიკის მიერ. ეს როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ანუ როგორია ჯაჭვი ვგ-დან, რომელიც სანქცირებულია ქვეყნის ეკონომიკურ შლაზე, ან ბიზნესზე როგორ მოქმედებს, ან ინვესტორებზე როგორ მოქმედებს, ეს რომ აუხსნათ. პირველ რიგში მოსახლეობას უნდა აუხსნათ ასევე, რომ ყველაფერს აკეთებენ დასავლური ინსტიტუტები, დასავლური ქვეყნები და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ დაზარალდნენ. გაცილებით მარტივია მთელ ქვეყანას შეუზღუდო უიზო მიმოსვლა, მთელი ქვეყანა ჩახსნა ერთდროულად, ტექნიკურად და ჩინასურად გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, მაგრამ ამას ისინი არ აკეთებენ, ზუსტად იმიტომ, რომ არ უნდათ რომ დაზარალდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, უდანაშაულო მოქალაქეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სანქციები შეეხოს მიზნობრივად დამნაშავე ადამიანებს, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი. ეს ერთი. მეორე, როდესაც რეჟიმი ამბობს და რეჟიმის მარიონეტი ხელისუფლება ამბობს, რომ მე აღარ მინდა ევროპა, აღარ მინდა დასავლეთი და ამას ამბობს იმის გამო, რომ თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება და პრივილეგიები, ამითი მას ქვეყანა მიყავს პოლიტიკური კრიზისისკენ, რომელშიც ჩვენ ვართ და რა თქმა უნდა ეკონომიკური კრიზისისკენ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისისკენ. არც ერთი დასავლური ინვესტორი, არც ერთი მათ შორის არსებული ინვესტორები არ შემონენ ქვეყანაში, სადაც ყავს სანქცირებული მოსამართლეები, სადაც სასამართლო არ არსებობს, სადაც სანქცირებული მთავრობა ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გამარტება, რომ აი ხო ბელორუსი არის სანქციების ქვეშ, ხო ცხოვრობს, ან რუსეთი ხო არის სანქციების ქვეშ ცხოვრობს, საერთოდ არაადეკვატურია ქართულ რეალობასთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა და ბელორუსის და რუსეთის ეკონომიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბელორუსის შემთხვევაში იქ არის სახელმწიფო 80% ეკონომიკის, პრაქტიკულად საბჭოთა წყობა ეკონომიკური სტრუქტურის თვალსაზრისით არ დარღვევა და არის თან რუსეთის ეკონომიკის გაგრძელება და რუსეთი არის სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვით აფინანსებს იმბოროტებას, საფინანსებს, ხო? საქართველოს შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ეკონომიკა. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია დასავლურ კაპიტალზე, დასავლურ ინვესტიციებზე, დასავლეთთან ვაჭრობაზე და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, როგორც საცალო ინდუსტრიაში ვხედავთ, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, კაფეები, ბარები, სასტუმრო ინდუსტრიაში, ვხედავთ უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ლოიალურად განწყობილი ბიზნესები, ის ადამიანები ჯერ კიდევ ვინც ამ პროცესში არ არის ქართული ხალხის მხარეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარეს, მათ დაინახონ, რომ ისინი ხავს ეჭიდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შესაძლებელია საქართველოს გარდაჭერს დასავლური კაპიტალის და დასავლური ინვესტიციების გარეშე. და რაც თავარია ჩვენი ადამიანებისთვის დასავლური ინვესტიცია რა არის? ხო, დასავლური ინვესტიცია ეს არის დასავლური შრომის სტანდარტი, დასავლური შრომის უსაფრთხოება, დასავლური სოციალური უზრუნველყოფა, დასავლური ხელფასები, დასავლური პენსიები, დასავლური მშვიდობა და მეორე მხარეს არის რუსული ოლიგარქულ კრიმინალური ინვესტიციები, რომელსაც მოყვება თავის კადიროველები, თავის მასკიანები, თავის გარჩევები, თავის ცემატყეპა და სროლა
როგორც ეს 90-იან წლებში იყო და დღესაც არის რუსეთში. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად, თუ მოვაკეთეთ ეკონომიკურ იზოლაციაში, McDonald's-ი არა, Starbucks-ი თუ ოდესმე იქნებოდა ეგეც არა. უფრო მეცაც გეტყვით. მაგალითად, თუ დაიწყო დეპოზიტების გადინება, ეს გამოიწვევს ლიკვიდობის კრიზისს, ლიკვიდობის კრიზისს გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების დას, გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას, გამოიწვევს უმუშევრობას, ჩვენი განკარგვადი შემოსავლების შემცირებას და ასე შემდეგ. და პარალელში ამასთან თუ ვნახოთ ნიღბიანი ადამიანები როგორ დარბიან და დათარაშობენ ქალაქში, საწავლენ ის ადამიანები გუშინ ასპრიაში შევარდნენ, ზეგ რომელიღაც ავტოსალონში შევარდებიან, მასზე ქარხანაში შევარდებიან. ამის არ გამეორება და არ დაშვება არის ჩვენი თითოეული ვალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასე ახლოს არის ევროპული პერსპექტივა, ისი ახლოს როგორც არასდროს. დასასრულის სახით ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ სინამდვილეში ის პროცესი, რა პროცესის ჩვენ ვართ და თითოეული საქართველოს მოქალაქე არის ჩართული, არის დიდი პატივი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა შევიყვანოთ, გავიყვანოთ იმ სამშვიდობოზე, რომელზეც ოცნებობდნენ არაერთი თაობა ჩვენი წინაპრების 2 საუკუნე ნახევარია ამისთვის ადამიანები იბრძვიან, სიცოცხლეს წირავენ 30-იან წლებში. იცოდნენ რომ საერთოდ პერსპექტივა არ ქონდა მაგ ბრძოლას მოკლევადაში, საჭირო იყო გადასახლება, დახვრეტა და ასე შემდეგ და მიუხედავად ამისა ადამიანები წერდნენ, აპროტესტებდნენ და არ ეგუებოდნენ და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ დასავლური სამყარო გარედან ახორციელებს ეწოლა სანქციების სახით, ჩვენ შიგნიდან მშვიდობიანად ვაპროტესტებთ და მივიღებთ იმ შედეგს, რომელთაც ყველა ვიამატებთ და მე ის უზარმაზარი დადებითი ენერგეტიკა, რაც რუსთაველზე იგზობა ყოველ საღამოს, უკვე იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში, რაც საბოლოო ჯამში არის ჩვენი სამართალი ოცნება. ოცნება ცუდი სიტყვა. ჩვენი ნატრა. გადავაკეთებთ იმედი მაგ სიტყვას, ისევ შევძენ პოზიტიურ შინაარსს და ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ მეორე ეპიზოდი რატომ ის. კარგად და მადლობა. მადლობა თქვენ.